უკრაინაში ომმა გასულ კვირაში დრამატული ესკალაცია განიცადა. უკრაინამ მნიშვნელოვნად გაზარდა ოპერაციების ტემპი, როგორც ფრონტის ხაზზე, ასევე ჰაერში და როგორც ჩანს მტკივნეულ წერტილში დაარტყა რუსეთის შიგნით. რუსეთის მასშტაბური იერიში რამდენიმე უკრაინულ ქალაქზე, სადაც რეკორდული რაოდენობის დრონები და რაკეტები გამოიყენეს, დაუყოვნებლივ უპასუხა უკრაინის მასშტაბურმა იერიშმა მოსკოვსა და სხვა მრავალ რეგიონზე. მაგრამ უკრაინელებმა ასევე გააძლიერეს იერიშები უკრაინის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული. და სწორედ ასეთი იერიშებიდან ერთმა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის ქალაქ სტარობილსკში მართლაც გააღიზიანა რუსები. პასუხად რუსეთმა მაისში კიევზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იერიში მიიტანა და მომავალში კიდევ უფრო ძლიერ დარტყმებსაც დაემუქრა. მაგრამ უკრაინამაც არ დააკლო პასუხი და თავისი გამანადგურებელი იერიში მიიტანა. ახლა კი უკრაინა და მთელი მსოფლიო იმისთვის ემზადებიან, რაც შემდეგ მოხდება. უკრაინის გამანადგურებელი პასუხის წყალობით შეიძლება ითქვას, რომ ამ ომში ფსონი არასოდეს ყოფილა ასეთი მაღალი. აი სრული ისტორია იმის შესახებ თუ რა გააკეთა უკრაინამ და რა შეიძლება მოხდეს შემდეგ. სტარობილსკზე დარტყმა, რომელიც მოხდა მაისის 22-სა და 23-ის ღამეს, ერთ-ერთი იყო იმ მრავალთაგან, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში ატერორებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს. როგორც ჩანს, უკრაინამ მნიშვნელოვანი სასიკვდილო ზონა შექმნა კრიტიკულ M14 გზატკეცილზე. ეს არის მთავარი ლოგისტიკური მარშრუტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადის და რუსეთს ყირიმთან აკავშირებს. მაგრამ ის, რაც ადრე სიცოცხლის გზად ითვლებოდა, ახლა სიკვდილის გზად იქცა. კადრებში ჩანს ათობით სამხედრო მანქანა, ნავთობის ცისტერნა და სხვა სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გზის პირას იწვის, ან უკვე დამწვარია. ეს გზა, რომელიც რუსეთში RR-280-ად არის ცნობილი, იმდენად საშიში გახდა, რომ ვლადიმირ სალდომ, ხერსონის ოლქის რუსმა ოკუპაციურმა ხელმძღვანელმა, იძულებული გახდა გამოეცა ბრძანება, რომლითაც გზის დიდ მონაკვეთზე სატვირთო მანქანების მოძრაობა შეიზღუდა. მაგრამ დარტყმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამით ნამდვილად არ დასრულებულა. 20 მაისს რობერტ ბროუდინგ, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა განაცხადა, რომ მისმა დანაყოფებმა ოკუპირებულ ქალაქ სნეჟნოში რუსი დრონების პილოტების საწვრთნელი ბანაკი დაარდრეს. მისი თქმით, შედეგად მინიმუმ 65 კადეტი და 1 ინსტრუქტორი დაიღუპა. მომდევნო დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიდევ ერთმა დარტყმებმა ოკუპირებულ უკრაინაში, ხერსონის რეგიონში, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის შტაბსა და საჰაერო თავდაცვის სისტემას დაარტყა, რის შედეგადაც თითქმის 100 რუსი დაიღუპა ან დაიჭრა. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 25-დან 26 მაისამდე უკრაინულმა ძალებმა ასევე დაარტყეს რუსულ სარდლობის პუნქტს ოჩერეტინაში, დონეცკის ოლქში და რეგიონულ სარდლობის პუნქტს ვერხნია კრანიცაში, ზაპოროჟიეს ოლქში. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ძალელების მიერ ნესტერიანკასთან ზაპოროჟიეში და ნოვოროდივკასთან დონეცკის ოლქში გამოყენებულმა სახმელეთო მართვის სადგურებმა დარტყმა მიიღეს. მაგრამ უკრაინელები მხოლოდ იწყებდნენ. მათ ასევე დაარტყეს რუსულ დრონების საწყობსა და ლოგისტიკურ დეპოს ნოვოპატრიივკასთან, კიდევ ერთ ლოგისტიკურ საწყობს დონეცკის ქალაქში და სარკინიგზო საწვავის ცისტერნას დებალცევესთან. ყველა ეს ობიექტები დონეცკის ოლქში მდებარეობს. უკრაინულმა ძალებმა ასევე განაცხადეს წარმატებული დარტყმის შესახებ რუსულ 1L-125 ნიობის რადარის სადგურზე, იასკის მახლობლად, ლუგანსკის ოლქში, 24 მაისს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დასავლურ მედიაში არ გაშუქებულა, რუსული მედია ასევე ამტკიცებს უპრეცედენტო თავდასხმას ენერჰოდარის ქალაქზე, სადაც მდებარეობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, 27 მაისს. სადგურის კომუნიკაციების დირექტორმა ევგენი იაშინამ რუსულ მედიას განუცხადა, რომ დაფიქსირდა მინიმუმ 50 აფეთქება, რის შედეგადაც კომუნიკაციები დაირღვა და ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ასე რომ აშკარაა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძლიერი დარტყმებია და რუსები ამ ტკივილს გრძნობენ. მაგრამ სწორედ უკრაინის იერიში ლუგანსკის ქალაქ სტარობილსკზე, რომელიც 22 მაისს განხორციელდა, განსაკუთრებით გააღიზიანა რუსები. ეს ალბათ კიდევ უფრო მსუბუქად ნათქვამია იმ განწყობასთან შედარებით, რაც რუსეთში დარტყმის შემდეგ სუფევს. სინამდვილეში ბევრი თვალსაზრისით ეს იერიში შეიძლება მათი ბუჩა აღმოჩნდეს. როგორც ალბათ გახსოვთ, რუსეთმა დაიკავა ქალაქი ბუჩა, რომელიც კიევის გარეუბანში მდებარეობს, როდესაც 2022 წლის მარტში პირველად დაიძრა კიევზე. მას შემდეგ, რაც ისინი გაიყვანეს, უკრაინულმა ძალებმა ასობით გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს ქუჩებში, სარდაფებში და მასობრივ სამარხებში. სხვერპლებს ხშირად პოულობდნენ ხელებშეკრულებს ზურგს უკან და თავში ნასროლი ტყუის ჭრილობებით. ამ შემთხვევამ მსოფლიო აღშფოთება გამოიწვია და დიად დააჩქარა საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინისთვის. მაგრამ ალბათ უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ამან გააერთიანა ერი და გააძლიერა მხარდაჭერა უკრაინის მთავრობისა და ძალებისთვის, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ რუსეთის შეჭრისთვის. შეიძლება ითქვას, ომის ადრეულ ეტაპზე ეს მოვლენა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სხვა რომელიმე ცალკეული შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მტკიცებულება არსებობდა საპირისპიროს დასამტკიცებლად, რუსეთმა ეს ბრალდებები უარყო. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და თუნდაც ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ეს კალბ თავდასხმად შეაფასეს. მაგრამ ახლა სტარობილსკში ბევრ მხრივ როლები შეცვლილია. უკრაინა ამტკიცებს, რომ ქალაქის მახლობლად ელიტარული რუსული დრონების დანაყოფის, რუბიკონის შტაბ-ბინა დაარტყა.
გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ეს იყო მხოლოდ ერთ-ერთი მრავალ დარტყმას შორის, რომელიც იმ საღამოს სამხედრო ობიექტებზე განხორციელდა. მაგრამ რუსებმა ასე არ განაცხადეს. სინამდვილეში პირიქით. რუსები ამტკიცებენ, რომ ეს იყო ცივსისხლიანი დარტყმა მასწავლებელთა სასწავლო კოლეჯზე, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა. მათი თქმით, უმეტესობა მათგანი სტუდენტები იყვნენ, თინეიჯერი გოგონები, 14-დან 18 წლამდე ასაკის. მათ ამბობენ, რომ უკრაინულმა დრონებმა ჯერ დაარტყეს საერთო საცხოვრებელს, სადაც გოგონები იძინებდნენ. შემდეგ კი რამდენიმე ტალღად, სულ 16 დრონით დაარტყეს გადარჩენილებს და მათ, ვინც ცდილობდა მათი გადარჩენას. ადგილიდან გადაღებული კადრები მართლაც აჩვენებს რამდენიმე დანგრეულ შენობას ლუგანსკის პედაგოგიური უნივერსიტეტის სტარობილსკის კოლეჯში. მათ შორის ჩანს 5-სართულიანი საერთო საცხოვრებლის ნანგრევები. რუსეთის მიერ მოწეულ გაეროს უშიშროების საბჭოს დაძაბულდა პირდაპირ რომ თქვათ ძალზე არასასიამოვნო სხდომაზე, რომელიც ან თავდასხმას ეხებოდა. ევროპის ქვეყნებმა, როგორიცაა დანია და ლატვია, კატეგორიულად უარყვეს რუსეთის ვერსია. პასუხად რუსებმა უცხოელი ჟურნალისტებისთვის ადგილზე ვიზიტი ორგანიზეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, BBC-მ, CNN-მა და ყველა იაპონურმა მედია საშუალებამ სხვადასხვა მიზეზით უარი თქვეს მოწვევაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ შემდეგ CNN-ი დაადანაშაულა დარტყმის მომზადების გადაღებაში, არხის კორესპონდენტ ნიკ პატონ უოლშის ანგარიშზე დაყრდნობით. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით 19 ქვეყნის 50 ჟურნალისტი მაინც გაემგზავრა. მიღებული ვიდეო მასალიდან არ ჩანს რაიმე სამხედრო ობიექტის არსებობა ადგილზე. ამ ეტაპზე ძალიან რთულია იმის თქმა, რა მოხდა სინამდვილეში. შესაძლოა ამას ვერასდროს გავიგებთ. თუმცა უდავოა, რომ რუსეთის პასუხი უპრეცედენტოა, სულ მცირე უკრაინის ომის კონტექსტში. რუსული მედია აქტიურად აშუქებს ამ მოვლენას, რაც ძალიან დგავს ბუჩაში მომხდარის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. სამართლიანია ითქვას, რომ ქვეყანა შოკშია და აღშფოთებულია, არა მხოლოდ თავდასხმის გამო, არამედ იმიტომაც, რომ მათი მტკიცებით უკრაინამ ტრაგედიის შემდეგ ტრაგედიას დასცინა. უკრაინის გააქტიურებული დარტყმების გავლენა რუსეთის ინფრასტრუქტურაზე, მოსკოვზე უპრეცედენტო თავდასხმა წინაკვირას და მზარდი ფინანსური შეშფოთებები უკვე მნიშვნელოვნად ამძიმედ ქნადამძიმებდა ქვეყანაში განწყობას, განსაკუთრებით დედაქალაქში. მაგრამ სტარობილსკის თავდასხმამ, როგორც ჩანს, გადაკვეთა ეროვნული ფსიქოლოგიური წითელი ხაზი. მოკლედ, ისინი სისხლს ითხოვენ და პუტინზე ზეწოლა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რომ კაცრად უპასუხოს. პუტინმა თავდასხმას ტერორისტული დარტყმა უწოდა. მან დაჟინებით განაცხადა, რომ ახლო-ახლო არ ყოფილა არც სამხედრო ობიექტები, არც სადაზვერო სამსახურების ობიექტები და არც მათთან დაკავშირებული სხვა სტრუქტურები. შესაბამისად, აბსოლუტურად არ არსებობს საფუძველი იმის მტკიცებისთვის, რომ საბრძოლო მასალა შენობას ჩვენი საჰაერო თავდაცვის ან ელექტრონული ომის სისტემების შედეგად მოხდა. რაც უფრო შემაშფოთებელია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 22 მაისის დარტყმამ ომი კრიტიკულ ზღვარს გადააცილა და გააფრთხილა, რომ რუსეთის მოთმინება ამოიწურა. პუტინმა გავრცელებული ინფორმაციით თავის სამხედროებს სთხოვა წარედგინათ წინადადებები საფასხო დარტყმისთვის და ის მალევე განხორციელდა. მომდევნო საღამოს რუსეთმა კიევზე და სხვა რეგიონებზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა დღემდე. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ჯამში აღმოჩენილი იქნა 90 რაკეტა და 600 დრონი. მათ განაცხადეს, რომ წინასწარი მონაცემებით ჩამოგდებული ან გადაჭერილია 55 ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა და 559 დრონი, ხოლო 19 რაკეტა შესაძლოა მიზანს არ მისწვდენია. თუმცა მათ აღიარეს, რომ 54 ადგილას დაფიქსირდა 16 პირდაპირი რაკეტისა და 51 დრონის დარტყმა. უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა იური იგნატმა, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგებოდა ამ გადაჭერის მაჩვენებლებს. ჩვენ მართლაც სერიოზული თავდასხმა გქონდა. 90 რაკეტა, 600 დრონი, თითქმის ყველა დედაქალაქში. ასე რომ ეს ნამდვილად პრობლემა, განაცხადა მან. მოწოდებული კადრებიდან ჩანს, რომ თავდასხმის დროს ქალაქის თავზე საჰაერო თავდაცვის აქტივობის ძალიან ცოტა მტკიცებულებაა. თუმცა რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ საჰაერო თავდაცვა უფრო წარმატებული იყოს სხვა რეგიონებში, რომლებიც დაიბომბა. ჩერკასი, ხარკივი, ოდესა, პოლტავა, სუმი და ჟიტომირი. რუსებმა როგორც ჩანს, ასევე გამოიყენეს მინიმუმ ერთი დარტყმა, ბევრად განხილული, ეგრეთ წოდებული რუსული სუპერიარაღით, ორეშნიკით. ზელენსკიმ დაადასტურა გავრცელებული გეოლოკაციური კადრებით მიღებული მტკიცებულება, რომ ორეშნიკმა დაარტყა ბილია-სივკას ქალაქს კიევის რეგიონში. დარტყმის სხვადასხვა ვიდეო კადრი გავრცელდა, რომელთაგან ერთ-ერთი საინტერესო გეოლოკაციით დონეცკის ქალაქში იყო გადაღებული. ამ კადრების მიხედვით მეორე დარტყმა, როგორც ჩანს, მოხდა დონეცკის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც იმ ხაზზე, რომელიც ქალაქიდან დონეცკსა და ხარკოვის აღმოსავლეთ ოლქში გადის და შემდეგ რუსეთის ბელგოროდის რეგიონში შედის. სხვა ცნობები ამტკიცებენ, რომ მეორე ორეშნიკიც გაუშვეს, მაგრამ ის ვერ იმუშავა და სადღაც რუსეთის ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩამოვარდა. ასეთი ანალიზი YouTube-ზე არსებულ ნებისმიერ რიგით სამხედრო არხზე ნამდვილად არ შეგხვდებათ. თუ გსურთ ყოველდღიურად მიიღოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები და გაიგოთ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, დააჭირეთ გამოწერის ღილაკს. ეხლა გაურკვეველია, რას დაარტყეს რუსებმა ბილია-სივკაში და იყო თუ არა ეს მათი ნამდვილი სამიზნე. დარტყმის ადგილთან ახლოს არის აეროდრომი და სამრეწველო ზონა, სადაც შეიძლება იყოს სამხედრო ობიექტები, მაგრამ როგორც ჩანს, მათ დაარტყეს სამოქალაქო სასოფლო სამეურნეო და სამრეწველო ობიექტებს და მხოლოდ ზედაპირული ზიანი მიაყენეს. მიუხედავად ამისა, ორეშნიკის გამოყენებამ მკაცრი დაგმობა გამოიწვია ევროპელი ლიდერების მხრიდან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგმოეს დარტმა, როგორც რუსეთის აგრესიული ომის ჩიხისა და გამოუვალი მდგომარეობის ნიშანი. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ეს თავდასხმა უპასუხისმგებლო ესკალაციად შეაფასა და დაადასტურა, რომ გერმანია მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. და კაია კალასმა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, მისი გამოყენება პოლიტიკურ დაშინების ტაქტიკად და უპასუხისმგებლო ბირთვულ ზღვარზე თამაშად შეაფასა. ორეშნიკი ძირითადად ბირთვული იარაღისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ მისი ტვირთი, 6 რაკეტა, რომელთაგან თითოეული უშვებს 6 ქვესუბ მუნიციას, შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ როგორც სუფთა კინეტიკური იარაღი. საერთოდ არ აქვს საბრძოლო თავკომბალას. ვლადიმირ პუტინმა ადრე განაცხადა, რომ მის კონსტრუქციაში გამოყენებული სპეციალური მასალები თითქმის ისეთივე ტემპერატურაზე იწვის, როგორც მზის ზედაპირი და ამის შედეგად რაკეტებს შეუძლიათ ღრმად შეაღწიონ გამაგრებულ ნაგებობებში. ბილია სიუკაზე დარტმა არაბირთული იყო. სოკოს ფორმის ღრუბელი ან რადიაცია არ დაფიქსირებულა, მაგრამ ბირთვული მუქარა, რომელსაც კალასი გულისხმობდა ნათელი. რუსეთის გზავნილია, რომ ორეშნიკის შემდეგი დარტმა შეიძლება ბირთვული ქობინებით იყოს განხორციელებული. ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ უკრაინას ან საერთოდ ვინმეს გააჩნია საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელსაც მისი შეჩერება შეუძლია. მაგრამ ორეშნიკი სულაც არ იყო ერთადერთი ტიპის რაკეტა, რომელიც თავდასხმის დროს გამოიყენეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დარტყმები განხორციელდა ორეშნიკის, ისკანდერის, კინჟალისა და სირკონის რაკეტებით, ასევე საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ფრთოსანი რაკეტებითა და შეტევითი დრონებით. მათ განაცხადეს, რომ დაარტყეს უკრაინის სახმელეთო ძალების მთავარი სადლობის სამეთაურო პუნქტებს, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და სხვა უკრაინულ სამეთაურო პუნქტებს, ასევე დაუკონკრეტებელ სამხედრო ინფრასტრუქტურას. როგორც ყოველთვის, მათ ასევე განაცხადეს, რომ სამოქალაქო ობიექტები მიზანში არ ამოუყვანიათ. მაგრამ მტკიცებულებები მკაფიოდ მიუთითებს საპირისპიროზე. არსებული ინფორმაციით დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, სავაჭრო ცენტრები და საგანგებო სამსახურების შენობები. ზელენსკიმ განაცხადა, რომ სულ 4 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა. წყლის მომარაგების ობიექტიც დაიბომბა და კიევში ჩერნობილის მუზეუმი ფაქტობრივად განადგურდა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ მუზეუმზე თავდასხმა ისტორიაზე, მეხსიერებასა და სიმართლეზე განზრახ თავდასხმად შეაფასა. მანამდე კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ცენტრალურ შევჩენკოს რაიონში 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და ზედა სართულებზე ხანძარი გაჩნდა. ამავე რაიონში სკოლასთან საჰაერო თავდასხმის თავშესაფართან ახლოს დარტყმამ შესასვლელი ნანგრევებით ჩახერგა და რამდენიმე ადამიანი შიგნით გამოკეტა. მიღებული ინფორმაციით, კიევის ყველა რაიონს ზიანი მიადგა. ნიშნულოვანია, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ დადასტურებული ერთადერთი სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელიც დაზიანდა, იყო უკრაინის სახმელეთო ძალების სარდლობის შენობა. თუმცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობილი მრჩევლის სერგეი პლეჟბესკრესნოვის თქმით, ომის დაწყების შემდეგ ეს ობიექტი აღარ გამოუყენებიათ. მან ასევე დაადასტურა, რომ ლუკიანივკის ქარხანა, რომელიც უკვე დაზიანებული იყო წინა დაბომბების შედეგად, კვლავაც დაზიანდა. ასე რომ საბოლოოდ გაურკვეველია, რას მიაღწიეს რუსებმა ამ ყველაფრით, გარდა იმისა, რომ კიევი აპოკალიფსის ცენტრად გამოიყურებოდა მზის ამოსვლისას. უკრაინელებმა თავდასხმა უმოქმედოდ მიიღეს, რა თქმა უნდა არა. შურისძიება სწრაფი, გამანადგურებელი იყო და კვლავ შეუჩერებლად გრძელდება. 27 მაისის ადრეულ საათებში უკრაინამ დაარტყა სამხედრო თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა სტაგანროგში, როსტოვის რეგიონში. გუბერნატორმა იური სლეუზარმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ ქალაქის თავზე რაკეტა ჩამოაგდო, რომლის ნამსხვრევებმაც 2 ქალი დაშავდა, მათგან ერთი მძიმედ. თუმცა რუსული გამოცემა ასტრას მიერ ანალიზირებული ვიდეო მასალა მიუთითებს, რომ დარტყმა მოხდა 325 საავიაციო სარემონტო ქარხანასთან ახლოს, რომელიც რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს ემსახურება. მათ შორისაა ან-12 და ილ-66 სატრანსპორტო თვითმფრინავები, სუ-24 ბომბდამშენები, სუ-25 შეტევითი თვითმფრინავები და მირვა და մի-24 ვერტმფრენები. ეს ობიექტი ევროკავშირის, აშშ-სა და უკრაინის მიერ სანქცირებულია, რადგან ის მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო ძალისხმევას. უფრო ჩრდილოეთით უკრაინული რაკეტების თავდასხმის შედეგად აფეთქებებმა შეარყია ვორონეჟში მდებარე ბალტიმორის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორია. ეს ბაზა სუ-34 ტიპის გამანადგურებელ ბომბდამშენები ბაზირებულია, რომელსაც რუსეთი აქტიურად იყენებს უკრაინაზე თავდასხმებში. ვორონეჟის გუბერნატორმა ალექსანდრ გუშევმა განაცხადა, ქალაქის თავზე 2 მაღალი სიჩქარის სამიზნე განადგურდა, ხოლო ნამსხვრევებმა დააზიანა სამოქალაქო ობიექტები, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა. უკრაინულმა სადამკვირვებლო არხმა X7 Nova Plus-მა განაცხადა, რომ სამიზნეები ბრიტანულ-ფრანგული Storm Shadow-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები იყო, აეროდრომზე დამიზნებული. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ადის სქელი შავი კვამლი დარტყმის შემდეგ, რაც მიუთითებს პირდაპირ მოხვედრაზე და არა მხოლოდ ნამსხვრევების დაზიანებაზე. იმავე ღამეს უკრაინულმა ძალებმა კვლავ დაარტყეს ბრძოლაში ჩართულ ქალაქ თუაფსეს კრასნოდარის მხარეში. ეს არის მინიმუმ მეხუთე შემთხვევა, როდესაც ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი დაზიანდა მხოლოდ 2026 წლის გაზაფხულზე. ქალაქში მდებარეობს მნიშვნელოვანი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და საზღვაო ტერმინალი, სადაც ქარხნის პროდუქცია გემებზე იტვირთება ექსპორტისთვის. წინა დარტყმამ 1 მაისს ქალაქი დროებით საცხოვრებლად უვარგის ჯოჯოხეთად აქცია, ჰაერი კვამლით იყო სავსე. კვამლი იმდენად სქელი იყო, რომ სუნთქვა საშიში და ტოქსიკური გაგახდა. ნავთობით გაჟრენთილი შავი წვიმა და დიდი ნავთობის ლაქა, რომელიც თითქმის ერთი თვის შემდეგაც კი ბოლომდე არ გაწმენდილა.
ბოლო თავდასხმა როგორც ჩანს საზღვაო ნავთობის ტერმინალი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო სამიზნე, რამაც დიდი ხანძარი გამოიწვია. კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა როგორც მოსალოდნელი იყო, განაცხადა რომ ზიანი დრონის ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა გამოიწვია. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში როგორც თაგანროგსა და ვორონეჟში ვნახეთ, ეს პირდაპირი დარტყმის ევფემიზმია. ბოლოს ოკუპირებული ყირიმიც თავდასხმის ობიექტი გახდა, როგორც ეს ხშირად ხდება. სევასტოპოლის გუბერნატორმა მიხაილ რაზვოზაევმა განაცხადა, რომ უკრაინულმა დრონებმა და Storm Shadows რაკეტებმა ღამით ქალაქი დაარტყეს. ერთმა რაკეტამ კი რუსეთის ცენტრალური ბანკის სამხრეთის სამმართველოს შენობა დააზიანა. დარტყმამ გამოიწვია სახურავზე ხანძარი და დააზიანა ფანჯრები და აივნები ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსებში. სხვეპლი არ დაფიქსირებულა, განაცხადეს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით 7 რუსულ რეგიონსა და ყირიმში 140 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს და გაანადგურეს. თუმცა რაკეტების დარტყმებზე არაფერი უთქვამთ. ეხლა უკრაინა და მთელი მსოფლიო ემზადება იმისთვის, რაც შემდეგ მოხდება, მაშინ როცა ქვეყანა უდავოდ გეგმავს თავის შემდეგ დარტყმას. ორშაბათს, სანამ უკრაინა საპასუხო დარტყმებს განახორციელებდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მისი შეიარაღებული ძალები დაიწყებდნენ, როგორც თავად უწოდეს, სისტემურ დარტყმებს კიევში, უკრაინის სამხედრო სამრეწველო ობიექტებზე, ასევე მათივე თქმით გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე. მან უცხოელ მოქალაქეებსა და დიპლომატიურ პერსონალს მოუწოდა ქალაქის დატოვებისკენ, ხოლო მოსახლეობას ურჩია თავი აარიდონ სამხედრო და ადმინისტრაციულ ზონებს. მაშინაც კი აშშ-ს შეუძლია თავიდან აიცილოს შედეგები. გაფრთხილებიდან მალევე, გავრცელებული ინფორმაციით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაურეკა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და მკაფიოდ უთხრა, რომ ვაშინგტონმა უნდა გაიყვანოს დიპლომატები კიევში აშშ-ს საელჩოდან. მაგრამ მისი გაფრთხილება როგორც ჩანს დიდწილად უგულებელყვეს. ოთხშაბათს კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დიპლომატები არ დატოვებდნენ ქვეყანას და მისი თქმით, მხოლოდ ერთმა ქვეყანამ დაიწყო საელჩოს დაცლა. ეს იყო აშშ-რო, რომელმაც მაშინვე უარყო ეს მტკიცება. აშშ-ში საელჩო ღია, ჩვენი ოპერაციებში ცვლილებები არ არის და სხვა სახის ცნობები მცდარია, წერია X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ეს კაია კალასის მხრიდან უხერხული განცხადებების გრძელი სერიის ბოლო მაგალითია, რამაც მედიისა და ანალიტიკოსების მხრიდან ზარდი კრიტიკა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ევროპელი დიპლომატები როგორც ჩანს ადგილზე რჩებიან, მიუხედავად რუსეთის მკაცრი გაფრთხილებისა, რომელიც მიანიშნებს, რომ კიევის ადმინისტრაციულ რაიონს შესაძლოა მძიმე დარტყმა მიადგეს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბირმა მოსკოვის გაფრთხილებები უსირცხვილო შანტაჟად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს მუქარები ვერ შეაშინებს დასავლელ დიპლომატებს, რომლებიც უკრაინის დედაქალაქში მუშაობენ. მართლა ევროკავშირის ელჩმა უკრაინაში კატერინა მლადენოვამ ევაკუაციის მოწოდებები უარყო და აღნიშნა, რომ დასავლეთის მისიები ქალაქში დარჩებიან. მაგრამ ამ თავდაჯერებულობის მიღმა არსებობს ნიშნები, რომ უკრაინა შეშფოთებულია იმით, თუ რამდენად მძიმე შეიძლება იყოს რუსეთის შემდეგი დარტყმები. ოთხშაბათს ცნობილი უკრაინელი ანალიტიკოსი გენერალ-ლეიტენანტი იგორ რომანენკო ამტკიცებდა, რომ რუსეთი ბალისტიკურ რაკეტებს აგროვებს და დაახლოებით ერთ კვირაში მასიურ დარტყმას შეიძლება განახორციელოს. გენერალური შტაბის ყოფილი მოადგილე და ორგანიზაცია უსაფრთხოცა უკრაინის თავზე სტამფუძნებელი ამბობს, რომ რუსეთი ზრდის ბალისტიკური რაკეტების წილს თავის შეტევებში, რათა ისარგებლოს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო რაკეტების დეფიციტით. ასევე ოთხშაბათს ზელენსკიმ ღია წერილი მისწერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით აშშ-ში უკრაინის ელჩმა ოლენა სტეფანიშინამ კონგრესს გადასცა. ამ წერილში მან ღიად აღწერა უკრაინის ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო თავდაცვის კრიტიკული დეფიციტი და აშშ-დან Patriot-ის ჩამჩრელი რაკეტების უფრო სწრაფი მიწოდება მოითხოვა. რაც შეეხება ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვას, ჩვენ თითქმის მთლიანად შეერთებულ შტატებზე ვართ დამოკიდებული. მიმდინარე მიწოდების ტემპი Pearl პროგრამის ფარგლებში აღარ შეესაბამება იმ საფრთხის რეალობას, რომელსაც ვეჯახებით. გთხოვთ დაგვეხმაროთ უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვაში რუსული რაკეტებისგან, დაწერა მან. უცნობია უპასუხა თუ არა ტრამპმა, ან როგორ შეიძლება უპასუხოს. მაგრამ ამავდროულად რუსმა ბლოგერებმა აღნიშნეს, რომ ამ კვირის დარტყმები ძირითადად რუსეთის საჰაერო ძალებთან დაკავშირებულ ობიექტებზე იყო მიმართული, განსაკუთრებით იმ ველებსა და ობიექტებზე, საიდანაც მათი თქმით რუსეთი უკრაინაზე რაკეტებს უშვებს. ისინი ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს მცდელობა, თავიდან აიცილონ ან შეაფერხონ მასიური დარტყმა, რომელიც როგორც რომანენკო ამტკიცებს, უკვე მზადდება. მაგრამ არსებობს კითხვა, რომელზეც არავის სურს დაფიქრება და ამისთვის კარგი მიზეზიც აქვთ. მიიღებს თუ არა პუტინი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილებას? რუსეთში მხარადგანწყობილი პირები აღიზიანებთ ბოლო დროს ფრონტზე განცდილი წარუმატებლობები. უკრაინის მზარდი უნარი დაუსჯელად მისწვდეს რუსეთის სიღრმეებს და ახლა უკვე სტარობილსკზე თავდასხმაც. ისინი უკიდურესად მკაცრ ზომებს ითხოვენ, მაგრამ სადავოა, აქვს თუ არა რუსეთს რეალურად საკმარისი კონვენციური სამხედრო ძალა კიევისთვის დამანგრეველი დარტყმის მისაყენებლად, ან შესაძლო შედეგებთან გასამკლავებლად. პროფესორ სერგეი კარაგანოვის მსგავსი ხმები, რომელიც საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო თავმჯდომარეა, დიდი ხანია მოუწოდებენ პუტინს, რომ უკრაინასთან მიმართებაში ყველა შეზღუდვა მოხსნას, მაგრამ პუტინმა ისინი ძირითადად ჩაახშა. ეხლა კარაგანოვის გზავნილი როგორც ჩანს, უფრო მეტ მხარდაჭერას იძენს. ის ამტკიცებს, რომ თუ რუსეთის უზარმაზარი ბირთვული არსენალი თავისთავად საკმარისი არ იქნება აგრესიის შესაკავებლად, რუსეთს მოუწევს მათი ნაწილის გამოყენება, რათა აღადგინოს შეკავება. და ის მხოლოდ უკრაინაზე დარტყმებს არ მოითხოვს.
ის ასევე სურს, რომ სამიზნე დაიღოს ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად უჭერენ მხარს უკრაინას. სიმბოლური დარტყმებით დაწყება, შემდეგ კი შესაძლოა ნაკლებად სიმბოლურით გაგრძელება. ასე უთხრა მან რუსულ გამოცემა Westis. ვლადიმერ პუტინმა ომის განმავლობაში არაერთხელ გაავლო წითელი ხაზები, თუმცა შემდეგ დამამცირებლად მისცა მათ გადაკვეთის უფლება რეაგირების გარეშე. უკრაინამ და მისმა მრავალმა მხარდამჭერმა ქვეყანამ ყოველჯერზე ისარგებლეს შესაძლებლობით, რომ გაეზარდათ ფსონი, მაგრამ ამჯერად ეს სხვანაირად იგრძნობა. კიდევ ერთხელ ვერ დაიცავს საკუთარივე ხაზს, თუ სტარობილსკი მართლაც ბოლო წვეთი იყო, როგორც ლავროვმა თქვა. და თუ რუსეთი მზად არის და რაც მთავარია, შეუძლია მართლაც გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს უკრაინას, ან მის ფარგლებს გარეთ, როგორ მოახდენს დასავლური სამყარო რეაგირებას. იქნება თუ არა აშშ-ში და ევროპული ქვეყნები მზად ბირთვული განადგურების რისკისთვის, თუ მაგალითად პუტინი გადაწყვეტს ცენტრალური კიევი უზარმაზარ რადიოაქტიურ კრატერად აქციოს. მოდით ვიმედოვნოთ, რომ ეს კითხვები მხოლოდ ვარაუდად დარჩება. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს მოვლენებს და განახლებებს მოგაწვდით. ასე რომ დარწმუნდით, რომ არხზე გამოწერილი ხართ. მანამდე ნახეთ ეს ვიდეო და თავად გადაწყვიტეთ, მართლაც ისეთია თუ არა რუსეთის ეგრეთ წოდებული სუპერ იარაღები, როგორიცაა ორეშნიკი, როგორც ამბობენ. მადლობა ყურებისთვის.